2 საათი და 15 წუთი, 2 საათი და 20 წუთი. ზუგდიდი მესტია 2 საათი, მაგრამ ზუგდიდი ჭუბერი ეს არის 1 საათი. ჭუბერი მე თავიდან მინდა გავწმუნდეს თავის მონაცემით ჯობია გუდაურს. ზიანი დღეების რაოდენობით ის მოცულობით და სასრიალო ადგილების მოცულობით თოვლის რაოდენობით ზოგადად, გთქვი, ზოგადად კლიმატური პირობებით და კიდევ ერთხელ მეორებ თბილისიდან დაახლოებით ისეთი მანძილზე როგორც ბაკურიანი. ის უკვე რუისამდე დაახლოებით აქ. შემდეგ ამ ავტობანი ჩვენ მოვდივართ დაახლოებით ჭალადიდამდე, სერაკამდე, მე უხვევთ აქ ზუგდიდში. ზუგდიდიდან ჯვარი, ზუგდიდიდან ხაიში, ხაიშიდან 5 კილომეტრი მარცხნივ არის ის ადგილი ჭუბერში, რომელზეც მე ვლაპარაკობ, რომელიც მონაცემებით ყველაფერს აღემატება, რაც არის საქართველოში. თან განსხვავებით სხვა ჩვენს მე იცით რომ ჩემი ინიციატივით ჩვენ გავაკეთეთ სათხილამურო კურორტი კოდორში, რომელიც პირველი დაგვიბომბეს რუსებმა ვაკუუმიანი ბომბებით. მაგრამ თოვლი კოდორში იყო სველი. ეს არის ფერდობის მეორე მხარე. პრობლემა სოჭის რა არის და რატო ვერასოდეს ვერ იქნება ბოლომდე კარგი კურორტი სოჭი, იმიტომ რომ თოვლი იქ არ არის იმ ხარისხის გარდა იმისა, რომ არ არის თოვლი. როცა არ არის ეს ის თოვლი, რომ ყველა მე არა ვარ დიდი პროფესიონალი, მაგრამ ყველა არაპროფესიონალიც არის იმ თოვლზე სრიალი არის პრობლემატური. აქ არის შრალი თოვლი. და აქ არის ძალიან გრძელი ტრასები და თან არის საშუალება რამდენიმე ტრასის გადავიდეთ. მეორე ეს არის მესტია უკვე ხაიშიდან კიდე შემდგომი 1 საათი სავალი მანძილი და ჩვენ იცით რომ წამოვედი ჩარშან გზით აქედან ბეტონის გზით, ეხლა აქედან მივდივართ უკვე ბეტონის გზით ხაიშიდან დაახლოებით 60 კილომეტრია, წელს ჩვენ გავაკეთებთ 40 კილომეტრს და ჩვენ მომავალ წელს დავამატებთ კიდე და 60 კილომეტრი უკვე დამთავრდება. მესტია უშბის პლატო, ეს არის ერთადერთი როგორც გითხარით ოლიმპიური ზომების სათხილამურო ტრასა ევროპაში.